მოგესალმებით ჩემო სიყვარულესებო. შეგახსენებთ, რომ ეს არის არხიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა თქვენ ჩაფიქრებული ადამიანის ფიქრი, გრძნობა და მოქმედება უახლოესი ერთი თვის განმავლობაში. მას წარმოთქვით მისი სახელი და გვარი და დავიწყოთ, ვინ არის, რა ენერგიებშია, რა მოხდება. შეგახსენებთ, რომ ეს არის საჯარო გაშლა და რა საკვირველია ყველაზე ერთნაირად არეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენთ თქვენთვის. მას დავიწყოთ, ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი და რა ენერგიებშია. მისი მომდევნო ერთი თვის ნაბიჯები თუ გადმოდგავს საერთოდ ნაბიჯს. ნახოთ. ვიდეო აქტუალურია ნახვიდან მეგობრებო. დავიწყოთ. ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? ფანტაზიებში, ილუზიებში და ასე შემდეგ. 24 საათი აკვიატებული აზრები, ფიქრები, გამუდმებით ფიქრობს. შეიძლება ეს ოჯახს უკავშირდებოდეს, შეიძლება ეს საქმეს უკავშირდებოდეს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ამ ფიქრებთან ერთად ძალიან დიდ ილუზიებშიც არის. თქვენთან როგორც ჩანს დისტანციური ურთიერთობაა, ან კომუნიკაცია საერთოდ არ არის, ან ძალიან მოკლე და ისიც ძალიან ცივი. ამიტომ დაპაუზებული ურთიერთობას უფრო მაჩვენებს. აქ ხანგრძლივი პაუზაა. ისვენებთ ერთმანეთისგან, ნახეთ როგორი წამოწოლილია. ნახოთ კიდევ რა ენერგიებშია თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. რა ენერგიებში მესამე პირების გამო გართულებული სიტუაცია და ურთიერთობა. შესაძლებელია თქვენს პირად ურთიერთობებში ამ ადამიანთან მესამე პირების ჩარევა მოხდა. არ აქვს მნიშვნელობა რა პოზიცია გაქვთ. დედა შეიძლება იყოს, ნათესავი, მეგობარი, სხვა ქალი და ასე შემდეგ. ფაქტი ერთია, რომ ამ მესამე პირების ჩარევამ ურთიერთობა ჩამოკიდა. ჩამოკიდა თან ისე, რომ საკმაოდ დიდი ხანია უკვე იძლება ეს ჩამოკიდებული სიტუაცია და არ ვითარდება. დასასრულისკენ მიდის ურთიერთობა, როგორც ხედა. მოდი ვნახოთ ესეთი რაღაცა. რას ფიქრობ საერთოდ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? რას ფიქრობ? ფიქრობს, რომ ის სტაბილურობა, რომელიც მას თქვენთან ჰქონდა, უკვე დასასრულს მიუახლოვდა. კიდევ, იმიტომ რომ ბევრი კონფლიქტები იყო, ბევრი გაურკვეველი სიტუაციები იყო. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ხართ იმპერატრიცა, ძალიან სასურველი ქალბატონი, მისთვის ქალი იდეალი, მაინც ვერ მორიგდით, რაღაცა ვერ შეთანხმდით. აქ კონფლიქტურ სიტუაციებს ჰქონდა გამუდმებით ადგილი და აქედან გამომდინარე, თითქოს აი ამ კონფლიქტებმა გამოიწვია რაღაცა გაღრმავებული პაუზა ურთიერთობებში. ასე ფიქრობს თვითონ. ერთი და იგივე წრეზე ტრიალებდით საკმაოდ დიდი ხანი, განსაკუთრებით ბოლო 2 წელიწადია. შესაძლებელია ეს 2 წელიწადი ამ თქვენი და თქვენი პარტნიორის ურთიერთობაში საკმაოდ დიდი ცვლილებების მომტანი იყო. წინააღმდეგობები სამწუხაროდ. კარგი. რას გრძნობს თქვენს მიმართ? მოდი ვნახოთ. რას გრძნობს თქვენს მიმართ? ფიქრობს, რომ თქვენ მაგი ხართ. მართველი საკუთარი ცხოვრების, საკუთარი თავის და ძალების. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ფიქრობდეს, რომ მასზე რაიმე მაგიურ ზემოქმედებას ახდენდით. იმიტომ, რომ თქვენ გინდათ, არ გინდათ ამ ადამიანს იმორჩილებდით. თასების მეფე. არ გამოვრიცხავ იყოს წყლის ნიშნები, თუმცა არ